სოფლიოში ყველაზე გრძელ როლიკოსტერზე მოვედით. ვის ეშინიაო? ამეშინია ვიშე. დავიბანე დღეს დილზე. ცოტა შეუძლებლად. ჯერ საბაგიროთი უნდა ავიდეთ და საბაგიროში ორ კაცი გადავიხადეთ 40 евро. ეს არის ბოლო, მაგრამ თავი არის სადღაც ზემოთ. ეშინია არ უნდა დაჯდომა. ლაშა 6 წლის ბავშვები ემზადებიან რომ დასხნენ როლიკოსტერზე და შენ რა გჭირს? ჯერ საბაგირო. აგერ ეს ბავშვის სრულიად მარტო. რა მაგარია, ეს გზა უნდა გამოვიაროთ მთლიანად. ჯამში არის 3.5 კილომეტრი. ტბა. ესე ჩავალთ დაბლა. ამ ალპური მთების მთავარი დამახასიათებელი ის არის, რომ შენით თარეგულირებს სიჩქარე, შეგიძლია გააჩერო და შეგიძლია ძალიან ნელა წახვიდე, ან ძალიან სწრაფად. აქ თოვლი დავხვდა. თოვლია. აუ რა ლამაზია. ვიდეოს გადაღება არ შეიძლება. მინდა რომ გადავიღო. ეს რა იყო? საოცრება იყო, გავგიჟდი. აუ რა ცუდია რომ გადაღება არ შეიძლება. ნახევარგზას გადიხარ ტყეში, სასწაულ გზას გადიხარ და ფეხებს ქვეშ რო ვერაფერს ვერ გრძნობ, ზუსტად ეგეთი დაშვებები აქვს. უმაგრესი შეგრძნება იყო. 20 ევროში შედიოდა 100-ლაც და ამ როლიკოსტერით ჩამოსვლაც ერთ ადამიანზე. ახლა გამოივლის. იქ უნდა შეიკაო 30 წერია, საათ შესასვლელია. კი აქვს გაბრწყინებული სახე და ეთყობა მოეწონა. როგორი იყო? მოგეწონა? იცი რა საფათ მოვდიოდი? მართლა? კიდე ავიდეთ?